გაიზრდება თუ არა კიდევ რეფინანსირების განაკვეთი ხვალ გახდება ცნობილი ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგის ხდომა სწორედ 23 სექტემბერს არის ჩანიშნული. ბოლო 1 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი უკვე 2%-ით არის გაზრდილი და ამ დროისთვის 6% შეადგენს. საპროცენტო განაკვეთის გაზრდის პარალელურად ავტომატურად იზრდება ის სესხები, რომლებიც რეფინანსირების სესხზეა მიბმული. ლარის კურსმა პიკს მიაღწია და მეტგაუფასურებას არ ვარაუდობს არც მთავრობა და არც ეროვნული ბანკი. პრემიერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე მხარეები კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ. უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარების პირობას დებს გიორგი ქადაგიძე. თუ საჭირო გახდა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი რამდენიმე ინტერვენციას განახორციელებს. ასევე არ არის გამორიცხული მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს. ექსპერტები საშუალოვადიან პერიოდში ლარის დასტაბილურების პერსპექტივას სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებულ გადაწყვეტილებებში ხედავენ. ეროვნული ბანკი და მთავრობა თანხმდება ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ასევე თანხმდებით იმაზე, რომ კურსი დღეს არის თავის პიკში, ანუ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ზეწოლას არ ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა გაძლიერდა, ჩვენი მსხვილი გზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ. თავის მხრივ მთავრობა გამოხატავს ათხოვნას საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირებით. აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში, აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. გუშინდელი შეხვედრა ამის კიდე ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო, რომელზეც დეტალურად იყო განხილული ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ლარზე ზემოქმედებს. ლარის დევალვაცია არ არის საკუთრივ უკვე ლარის პრობლემა, ეს არის უკვე საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემა, თუ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების თანამშრომლობის სტაბილიზაცია შესაძლებელია.